გამარჯობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მსოფლიოს 10 ყველაზე საშიშ დაავადებაზე. მაქსიმალურად ვეცდები სამედიცინო ტერმინებისგან დავცალო ტექსტი. ჩვენი პატარა მაყურებლებისთვისაც კარგად აღქმადი რომ გახდეს. იმედია გამომივა. ონდაინის წყევლა, იგივე ჰიპერვენტილაცია. ხალხის უმრავლესობისთვის სუნთქვა ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ახლა სუნთქვა გვჭირდება და უნდა ვისუნთქოთ. არამედ ეს ბუნებრივად ხდება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან ონდაინის წყევლით. ეს უკანასკნელი ცნობილია როგორც ფილტვების ჰიპერვენტილაცია, რომლის დროსაც ადამიანი იძულებულია ფოკუსირდეს სუნთქვაზე, ანუ სულ უნდა ახსოვდეს რომ ისუნთქოს. აქედან გამომდინარე ონდაინის წყევლით დაავადებული ადამიანისთვის სპეციალური სასუნთქი აპარატის გარეშე ძილი შეიძლება ითქვას სიკვდილის ტოლფასია, რადგან ძილის დროს ვერ კონცენტრირდება სუნთქვაზე. რა საშინელი დაავადებაა? ნომა, იგივე სველი განგრენა. ნომა პირის ღრუს გარეგნული ინფექციაა, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მთლიან სახეზე. დეტალურად, ნომა ლოყის კანის ლორწოვანი გარსის მკვდომაა, რომელიც გამოწვეულია ჩირქოვანი ინფექციით. ხშირად ვითარდება მკვეთრად განლეულ, მისუსტებულ და ცუდი კვების მქონე პირობებში, მყოფ ბავშვებში. ნომასათვის დამახასიათებელი სიმპტომებია: კანსა და ლორწოვან გარსზე ჩნდება მუქი სისხლიანი შიგთავსის მქონე რამდენიმე ბუშტოკი, სწრაფად ვითარდება შეშუპება. შემდგომ ლოყის მნიშვნელოვან ნაწილზე ვითარდება ქსოვილის ნეკროზი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, სწრაფად ჩნდება მძიმე ზოგადი ინტოქსიკაციისა და სეფსისის მოვლენები. ნომა არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადება იმ დაავადებათაგან, რომლებიც მთლიანად ამახინჯებს ადამიანს. ის შეიძლება პირის ღრუდან გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც. მეცნიერებს ჯერათ, რომ ნომას იწვევს სპეციფიკური სახის ბაქტერია, რომელიც სწრაფად ვრცელდება მისუსტებულ ბავშვებსა და იმ ადამიანებში, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ეს დაავადება განკურნებადია ანტიბიოტიკების დახმარებით და ჯანსაღი კვებით. კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი. თუ თქვენ მოგიტეხავთ ხელი ან ფეხი, გეცოდინებათ მისგან გამოწვეული ტკივილის შეგრძნება, თუმცა ეს არაფერია იმ დაავადებასთან შედარებით, რომელიც თვეები ან ზოგჯერ წლებიც გრძელდება, უფრო ძლიერია და არ ყუჩდება. მედიცინაში ის კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომის სახელითაა ცნობილი. ეს დაავადება ხშირად კიდურების ტრამვის შედეგია, როგორიცაა დარტყმითი დაზიანება, მოტეხილობა ან ამპუტაცია. ასევე სხვა მნიშვნელოვანი და მსუბუქი ტრავმები, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ინფარქტი, ინფექციები და ზოგჯერ კოჭის დაჭიმვაც კი შესაძლოა გართულდეს ამ სინდრომით. ემოციური სტრესი ასევე გამომწვავებელი ფაქტორია. ზუსტად არ არის ცნობილი თუ რატომ იწვევენ ეს დაზიანებები თუ დაავადებები კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ვითარდება დისფუნქციური ურთიერთკავშირი ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას შორის, ანთებით რეაქციებთან ერთად. სავარაუდოა ასევე, რომ ეს გენეტიკური ფაქტორი შეიძლება იყოს და ხშირია ქალებში ვიდრე მამაკაცებში. ამ უცნაური და საკმაოდ სახიფათო დაავადების ბოლომდე განკურნება ჯერჯერობით მედიცინისთვის შეუძლებლობას წარმოადგენს. იმედია ტერმინოლოგიას დიდი დოზით არ ვიყენებ. დიარეა. დიარეა იგივე ფაღარათი. ამით დაავადებულ ადამიანებს არ შეუძლიათ საპირფარეშოსგან დიდი ხნით შორს ყოფნა. უფრო ზუსტი განმარტებით რომ ვთქვათ, ეს მიიჩნევა მდგომარეობად, რომლის დროსაც განავლის სადღეღამისო მოცულობა ბევრად აღემატება ნორმალურს, ხოლო მასში წყლის შემცველობა აღწევს 85-დან 95%-ს. სხვაგვარად, ორგანიზმიდან გამოიდევნება სიცოცხლესთვის აუცილებელი წყალი და მარილები. ეს პროცესი შეიძლება თვეებიც კი გაგრძელდეს. 2-3 კვირიან დიარეას უკვე მწვავე ეწოდება. უფრო მეტად გახანგრძლივების შემთხვევაში ქრონიკული დიარეის სინდრომზე გადადის, რაც დაახლოებით ცხოვრების დიდი ნაწილის ტუალეტში გატარებას უდრის. ნეიროფიბრომატოზი, იგივე რეკლინჰაუზენის დაავადება. ნეიროფიბრომატოზი სიმსივნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უპირატესად კანსა და ლორწოვან გარსებზე მრავლობითი ნეიროფიბრომატოზებისა და პიგმენტური ლაქების წარმოქმნით. ნეიროფიბრომატოზის დროს შესაძლოა დაზიანდეს ყველა ქსოვილი და ორგანო, თუმცა ხშირად ცვლილებები გამოვლინდება კანის, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, ნერვული წნულების და ნერვული ღეროების მხრივ. როგორც წესი, ნეიროფიბრომატოზული კვანძები განლაგდება სხეულზე, კისერზე და კიდურებზე. მამაკაცები ქალებთან შედარებით 2-ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ამ დაავადების მსხვერპლნი.
შესაძლოა ნეიროფიბრომატოზს თან ახლდეს თანდაყოლილი მანკები, გონებრივი ჩამორჩენილობა, აკრომელაგია. უფრო გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, ნეიროფიბრომატოზების ჯგუფი აერთიანებს მემკვიდრეობით დაავადებებს, რომლებსაც კანისა და ნერვული სისტემის პათოლოგიური ცვლილებები, აგრეთვე ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების სხვადასხვა ანომალია ახასიათებს. ამჟამად 6 ტიპის ნეიროფიბრომატოზს განასხვავებენ. მათგან განსაკუთრებით კლინიკური მნიშვნელობა აქვს პირველ და მეორე ტიპს. პირველი ტიპის ნეიროფიბრომატოზი რეკლინჰაუზენის დაავადების სახელწოდებითაც არის ცნობილი. ასეთ დიაგნოზს საშუალოდ ყოველ 3000-დან ერთ ახალშობილს უსვამენ. მეორე ტიპის ნეიროფიბრომატოზი გაცილებით იშვიათია. 50000-დან ერთ ახალშობილს უვლინდება. დაავადების პირველი სიმპტომები გვხვდება დაბადების პირველ დღეებში ან ადრეულ ასაკში. თუმცა შესაძლოა პირველად ზრდასრულ ასაკშიც გამოვლინდეს. მიცეტომა, იგივე მადურომიკოზი. მადურომიკოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული სოკო. გვხვდება ცხელი და ნესტიანი კლიმატის მქონე რეგიონებში, კერძოდ ტროპიკულ ქვეყნებში. მიცეტომის დროს ზიანდება ტერფები, დამახასიათებელია შეშუპებები, ნაწიბურები, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ფილტვების დაზიანებაც. ეს დაავადება ერთ-ერთი კარგი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ვატაროთ სანდლები დასასვენებლად ყოფნისას. თუ ამით დაავადებული დროულად არ იმკურნალებს და ნებას მისცემთ მადურომიკოზს, გააფართოვოს თავისი არეალი, მივიღებთ ისეთ ფატალურ შედეგს, როგორცაც სურათზე ხედავთ. კერძოდ, ის გამოიწვევს კიდურების დამახინჯებას და გაავრცელებს ინფექციას ორგანიზმში, რაც საბოლოოდ სიკვდილით დამთავრდება. ახლა უფრო დავაფასეს სანდლების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. მარბურგის ციებცხელება. მარბურგის ციებცხელება მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. ინფექციის წყაროა აფრიკული მწვანე მაიმუნები. ადამიანების დაინფიცირება ხდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. მედიცინის მუშაკთათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს კონტაქტი ავადმყოფთა სისხლთან. მისი მოხვედრა დაზიანებულ კანზე იწვევს დაინფიცირებას. ინფექციის შეჭრა შესაძლებელია აგრეთვე ლორწოვანი გარსებიდანაც. ჩვენ ალბათ ყველაც გვსმენია ებოლას შესახებ. ებოლა და მარბურგი ერთმანეთის მსგავსი ვირუსებია, რომლებიც იწვევენ ჰემორაგიულ ცხელებას, დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მძიმე სისხლდენა, ორგანოების უკმარისობა და ხშირად სიკვდილი. ორივე ვირუსი აფრიკის მკვიდრია, სადაც 10 წლეულების განმავლობაში აღინიშნება პერიოდული ეპიდემიები. ფიბროდისპლაზია. ფიბროდისპლაზია მედიცინაში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და საშინელ დაავადებად. კიდევ უფრო შიშის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ამ დაავადების განკურნება შეუძლებელია. არ არსებობს წამალი, რომელიც მის დამარცხებაში დაგვეხმარება. ფიბროდისპლაზიის დროს ორგანიზმი იწყებს ახალი ძვლების წარმოქმნას, სხეულის ნებისმიერ ადგილას. იმისათვის, რომ წარმოიქმნას ახალი ძვალი, საკმარისია მცირედი დაზიანება, ოპერაცია, ჭრილობა ან ინექცია. სწორედ ამის გამო ვერ ხერხდება ზედმეტი ძვლის ამოღება. ოპერაციის გამო შეიძლება უფრო მეტი ძვალი წარმოიქმნას. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ეს ძვლები ჩვეულებრივი ძვლის ფუნქციას ასრულებენ, თუმცა იქ იზრდებიან, სადაც მათი ადგილი არაა. დაავადება პროგრესირებადია, მისი განვითარება ძირითადად კისერსა და მხრების მიდამოებში იწყება. ამის შემდეგ კი დანარჩენ ნაწილებს ედება. აღნიშნული სცენის დროს ადამიანებს მოძრაობა უჭირთ. უკიდურეს ფორმაში კი მათ ჭამასა და სუნთქვაშიც უშლის ხელს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადებაა. სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომი. სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომი არის იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება სიცხლძარღვებიდან პლაზმის და სხვა ნივთიერებების მასიური ჟონვა. ეს იწვევს შეშუპებებს. სიმპტომები გამოწვეულია კაპილარების ჟონვადობის უეცარი გაზრდით. მკურნალობის გარეშე სითხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის მკვეთრი დავარდნა, რაც იწვევს ორგანოთა უკმარისობას და სიკვდილს. ამ სინდრომს აგრეთვე ეწოდება კლარკსონის დაავადება. ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ამ სინდრომს. იგი არ არის თანდაყოლილი. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში არსებული ნივთიერებები აზიანებენ ან დროებით აცალკევებენ კაპილარების კედლებში არსებულ უჯრედებს. ამ განცალკევების შედეგად კაპილარები ჟონვადი ხდება. ციმბირის წყლული, ჯილეხი.
ციმბირის წყლული იგივე ჯილეხი. მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ჯილეხის შესაძლოა ადამიანის სხეულში შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანის შესაძლოა მოკვდეს. თუ დაინფიცირება კანიდან მოხდა, პირველი ნიშანიც კანზე ჩნდება. სწორედ იმ ადგილზე, რომელიც შეეხო დაავადებული პირუტყვის ხორცს. გამომწვევით დაბინძურებულ საგანს თუ მიწას. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო მუშავო ფერის შიგთავსიან ბუშტუკად გადაიქცევა. ბუშტუკი მქავანაა ზოგჯერ სწორედ ქავილის გამო, ზოგჯერ კი თავისთავად. ბუშტუკის ყდება და მის ადგილას ჩნდება წყლული. არაბები ჯილეხს თურქულ ცეცხლს უწოდებენ, ბერძნები და რომაელები წმინდა ცეცხლს. იგი მუსრს აავლებს ცხოველებს, იწვევს ადამიანის სიკვდილს. ჯილეხის გამომწვევის გადაცემა შეიძლება სისხლის მწოვი მწერების საშუალებითაც მოხდეს. დაავადების გადამტანებია ბუზანკალი, კოღო და მაწუხელა. საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები რეგისტრირდება ყოველწლიურად. ყველა შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში კლინიკურად გამოხატულია კანის ფორმით. განსაკუთრებით დაზარალებულია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონები. ჯილეხის აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ კომპეტენტურ პირებს. დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს. იმედია მოგეწონათ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.